მოვედი გოგო, იმდენი ხანია უბრალო სუპი არ მომიმზადებია. ბოლოს ვედი. ეთი აღარ მახსოვს, ერთი წელი იქნება და მეტი დაადედი ხანია. ხო და დღეს ვიფიქრე, რომ გავაკეთო. რამდენი გიყვართ უბრალო სუპი. მინჯით უნდა გავაკეთო. და რამდენი გიყვართ ჩემო გოგოებო. შევიწიო დამეწვას. ხავს უკვე შუშავ. აი, ცოტაც უნდა, ანუ მიყვარს მე ოქროსფერი რო გახდეს. აი ეგ. აც დამყარი და აც კიდე თეთრი როა ხოლმე რა. ანუ არ უნდა აკრდეს. მოშუშვა. ახლა კარტოფილი. კარტოფილიც მოშუშოთ ხახთან ერთად. ესე იგი, ჩემ YouTube-ს ძალიან ბევრი ახალი ემატება, ახალი გამომწერი ხო და ორმესი მადლობა. წონაზე მწერენ, რა თქმა უნდა, ეს აქტუალური თემა არის, გოგოებო, ანუ წერეთ, რომ როგორ დავიკელი წონაში და გუშინ ორ ნაბიჯი ერთი ძალიან საყვარელი გოგო მუშაობს, უკვე წლებია ჩვენ ორ ნაბიჯი, აი მაგ გოგომ როგორ გასულ არ ვიცი, მაგდენი ხანი ხსელო მაღაზიაში. იმიტომ რომ ძალიან რთულია იქ და მე ბევრჯერ მithქვავს ეს, რომ ძალიან რთულია. ხო და შენი უშულსო მოკლეთო რა. მე ხუმრება ხოლმე. ძალიან ბევრჯერ უთქვია, რომ აი არ ვიციო ისე მინდაო დავიკლოო და ვერ ვიკლეთო. პირდაპირ რო შემოდიხარო და გიყურეთო, აი უშულსო შენიო. ბევრსო დაუყურიაო წონაშიო, განა არაო. ერთმა გოგომაც დაიკლო შემოდისო, 35 კილო დაიკლო შემოდის ხოლმე რა ჩვენთან და ისიცო და მაგრამ ვერ ინარჩუნებენო. ისევ მოიმატა ცოტაო. აი შენო როგორ ინარჩუნებ ამ წონასო? უკვე 2 წელი ხო იქნებაო და 2 წელი იქნება არ ვიცი. 2 წელი არ არის. 1 წელი კი. 1 წელი იქნება რაც და. ხო და რანაირად ინარჩუნებო რა, რო არ იმატებო და აღარც იკლებო ძალიანო, არც იმატებო. ანუ мотивация სხვებსაც ვაძლევ გარეთ გოგოებო, ანუ ყველას თვითონ ვიამჩნევენ. რომ დავიკელი და მარტო კი არ დავიკელი ვინ არჩუნებ და მე ვთხარ დარბაზში მივედი მეთქი ახლა ვარჯიში დავიწყე და ანუ ნახეთ დარბაზში რომ მივედი მე თვითონაც მშვიდად ხარ რომ ანუ აღარ მოვიმატებ წონაში რო ვარჯიშობ როგორ მოვიმატებ ხო პირიქით გამიმკვირდება უფრო სხეული და გავჯანსაღდები კუნთი მოიმატებს, კუნთმა მინდა კიდევაც რა, რომ მოიმატოს. ხო, ამას კიდე ცოტა სხვანაირი კვება უნდა, პროტეინი უნდა მიიღო.
გუშინ მე და ნიკა ვაპარაკობთ მაგაზე და ყველაზე ხელმისაწვდომი არის ქათმის ფილე. რომ მიიღო პროტეინი და დღეში 1 კილო მაინც არის საჭირო ადამიანმა მიიღოს პროტეინი, რომელიც ვარჯიშობს და უნდა რომ შედეგი ქონდეს. ან კუნთის მასა რო წამოვიდეს ორგანიზმში. აი ამიტომ მივედი. რომ გული მშვიდად, მაგრამ არ მოვიმატებ წონაში, რომ ვივარჯიშებ და თან იმდენაცა სიამოვნოა ამას კი არ ვაკეთებ რაღაცა ძალით გოგოებო. ჯერჯერობით თან ტკივა, ეხლა მხრებით ძალიან ტკივა რა. ძალიან ხო ვივარჯიშე და მხრებით მტკივა, მაგრამ ანუ ვიცი რომ ეს ყველაფერი გაივლის, თუ არ დავნებდები, თუ გავაგრძელებ. გაივლის ახლა რამდენი ხანი მეტკივა, აი ძალიან მტკივა, აი ეს ადგილები. აი ესენი. აუცილებლად გაივლის. თავარია არ შევჩერდე. თავარია გავაგრძელო. ვარჯიში და კვება. რა თქმა უნდა, კვება. კვება ძალიან ჯანმრთელი და ძლიერი ორგანიზმი. როცა ვარჯიშობ, აი 9 საათი ვივარჯიშე, გუშინ მარტო ბილიქზე 20 წუთზე ვარჯე. მარტო ბილიქზე და მთა მქონდა დაყენებული 15-ზე, იმაზე იქითაც არ არსებობს უკვე ბოლოა და ყველაზე სწრაფი სიარული. ანუ 5-ზე მქონდა, იმის იქით უკვე ვარჯიშია, სირბილია უკვე იმის იქით და მე არ მომწონს სირბილი, იმიტომ რომ სირბილის დროს თითქოს აი ფეხები წელზე გირტყავს და მე გტკივდება რაღაცნაირად. აი გტკივდება რა არასასიამოვნოა ძალიან რა და არ მომწონს და მომწონს სიარული სწრაფი 5-ზე მაგხომე სიჩქარე. დაყენებული და ანუ 20 წუთი მთაზე ვიარე, 200 კალორია დავწვი და არ დავიღალე გოგოებო, წარმოგიდგენია. არ დავიღალე. არ ვიღლები ანუ. გულისცემასაც მიქვენებს იქ ხოლმე და გულისცემაც კი ნორმალურია ხოლმე რა. ძალიან არ იწევს მაღლა. 80 მიქვენებდა მგონი თუ 85-ს. ხო და ესე რა ვიცი. აი ახლა ამას უნდა უკვე ისახია. წყალი უნდა დაგებული. მე და ავაგებდა. ეშავალი ჩაუცი სახში. იმიტომ რომ ერთი შავარი მაქვს, ის ახალი რაც ვიყიდე, სახში იმას არ ვიცმევ. ძალიან მომწონს და ვუფრთხილდები იმას, ანუ არ მინდა რომ ოცი დაკარგოს და ვიცმევ მხოლოდ გარეთ, ახლა რომ ვიყიდე და ერთს ასეც ვიყიდი, ეგეც გარეთ გასასვლეს ორცალი უკვე მეყოფა რა, ნორმალურია გარეთ. ერთი ღია ფერიც რო ვიყიდო და ეს ნუსახში რა, ეს და მეორე რაც მასვია ხოლმე შავი, ეს ორცალი სახში მეყოფა. და ერთი ღია ფერი თეთრია რა. თეთრი არ მინდა. ლურჯი და გიესა უყვარს ლურჯი შავი ფერი.
ოღონდაც ლუჯია რა ჟანა ოღონდაც ლუჯი შაბალი არის კიდო და რა ვიცი აბა რატო არა მაგას არ უყვარს სულ ლუჯი შარვალი მეცვაო და მთელი ანუ სულ რა რაც თავი მახსოვს ლუჯი ჯინსი მეცვაო და რაცნაირად მომაბეზრაო თავი და ახლა თვითონაც შავ ჯინსია გადასული შავ სპიდულს და რია ფერის ლუჯები ხო არის ამაზე ფერები და რაღაცა ეგეთი ისე H&M-ში ვიყიდო კარგი იქნება და მინდა კიდე ბოტასები რითიც ჯვირები ესენი რაც აქვს ეთერები ეგენი ძალიან წყალი ადამიანია ეს ძალიან მაგრამ გადახურდა და ნუ აი მართლა მარტო დარბაზში რა შეიძლება მაგის ჩას მაგრამ გადაიქუცა, გადაიცქვიფა, თან ტყავებია სუფთა. მაგრამ თეთრები არ მომეკიდა. ვერც გამარზა. ვერც ვერაფერი შავი მიგენდა და გამასაო მაინც ხო შავი მასით. ნუ დარბაზში გამოდგება. ახლა დღევანდელი დღე იპარება, გოგოებო იპარება, უნდა წავიდე და გავაკეთო. გავაკეთო საჭმელი და დაბრუნე ჩავიდე, всё. აუცილებლად. თორე მიფრინავს და თვალსა და ხელშუა ხვდება. ახლა და ხელში ქალებს კიდე იმენი საქმე გვაქვს სახში. რომ შუა და ტოლ ზოგჯერ არ გახვედი. საქმე არ გაგიშვებს. ეს ბევრი არ გინდა. მინდიო ძალიან არ ჩაგუსქელდეს. უნდა ზოგჯერ დატოვო საქმე და გახვიდე. Instagram-ზე მოვილაპარაკე გოგოებო დილით. ვიდეოც უკვე ავტორის თეორი ვიდეო, ჩემი YouTube-ის ვიდეოდან ამოჭრილი გავაკეთე ზუსტად მომენტები Instagram-ზე ვილაპარაკობ და შეგიძლიათ ჩემ Instagram-ზე გადახვიდეთ და გამომყვეთ იქაც. გამომიწეროთ ერთი წუთით. მაგაჩვენოთ ჩემი Instagram-ი გოგოებო. და გამიწერეთ, აბა დღეს რამდენი მომემატება. ნახოთ, ეს იქნება ჩემთვის მოტივაცია დიდი. ნახეთ როგორ მიწერია, ქართულად მიწერია. ეს ტელეფონი ძალიან ჭირდება, ძალიან. ფოტოშორის საქმე მიდევს ლინკიც YouTube-ის. აი ჟანა გულმრაძე ქართულად მიწერია და მომძებნეთ. ან ტელეფონი დაძველდა ნამეტანი და საერთოდ ვეღარ რეაგირებს, რა ვიცი. რას დაბაბრალო არ ვიცი. აი ეს. სანსკრიტი სუპი არ მიფასი.
ნათელი საშუალო და დავაცდია მას რომ კარგად მოიხავს შორს. ტომატიც დავამატე უკვე. ეხლა იქ მაგ მწვანილი ოხრახუში გოგოებო. თუ ქინძი. ოხრახუში თუ ქინძი. ორივე ხო? მაგრამ ქინძი რო ის ამას უკვე ცოტა გაყუჩლებულია. რა უშავს რამდენიმე ღერი. მოვაჩიოთ გემოს მისცემს. აი ესე. სუნელები და მორჩი. ზადარი ჩვენი საჭმელი. ხო, ცოტა სიმწარე უხდება. ხო დავამატე. სუპი. ბრინჯი და კარტოფი. მოდი ზენტილის. ისე კითხებ. ჯემჭი. ნიორი. ასე. ქინძი დაღერვილი წიწაკა და უცხო სუნელი. მაქვს აქ. ამას დავამატე. ნიორი. ნიორი დაჭრილი. ოიცი დაჭრილი ნიორი არ მიყვარს მე. ძალიან ძაფი გემოაქვს. და ამიტომ არ მეწევს. მარილი კვერცხი შეიძლება კვერცხიანი შეჭამო ბავშვებმა და მარილი დამოჩა ეს ტომატ პასტა გოგოებო არ ვიცი დამწვარია მგონი ისეთი ფერი
ძალიან მგშინდისფერია რაღაცნაირი. მარმეულისა. მაგას ვყიდულობ ხოლმე და არ არის ხოლმე ცუდი და არ ვიცი. რა ხდება ახლა? აბა ნახოთ გემო. როგორია? კარგია. მალე კარგად აქვს, სუნელების გემოც აქვს, ჭიწაკის გემოც აქვს. ნორმალურად აქვს. სუნელები არ ძამწარია. აი რა მომეწონა როგორიც. გამოვიდა. გამოვედი. ძალიან მიყვარს ჩემი დრო. ჩემ დროს იცით რას ვეძახე? სრულიად მარტო. რო დავჯდები და ფიქრობ. ძალიან მიყვარს ფიქრი. ფიქრი განსაკუთრებით აწმყოზე. რატომ ეს არის ცხოვრება, ეს წუთი. დღევანდელი დღე. ყოველ დღეს თავისი საძუხარი აქვს. ხვალინდე დღესაც. ჩვენ უნდა ვეცადოთ იმას, რომ დღეს ვიყოთ ბედნიერები. აი ამაზე მიყვარს ფიქრი. როგორ ჭიკჭიკებენ. მიყვარხართ.